როგორ გავაკეთოთ სტრატეგიული სვლები ცხოვრებაში, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და როგორ გავხდეთ წარმატებულები. დღეს მინდა ვისაუბრო სწორედ ამ თემებზე და მოგაწოდოთ რამდენიმე ცნობიერი მესიჯი, რაც დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში და თავიდანვე სწორი ნაბიჯების გადადგმაში, რაც მიგიყვანთ თქვენი მიზნების რეალიზებამდე, თქვენი მიზნების განხორციელებამდე. პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯი არის გაცნობიერება იმისა, თუ რისი კეთება გსურთ შინაგანად, რისთვის ხართ დაბადებული, რა მოწოდებით ხართ დაბადებული და რა საქმით უნდა დაკავდეთ თქვენი ცხოვრების განმავლობაში. ეს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად ჟღერს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა გარე ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ ბავშვობიდან, დაბადებიდან ადამიანის ზრდისა და განვითარების პროცესზე, აქ იგულისხმება გენეტიკა, მშობლები, ტრადიციები, რწმენები, სხვადასხვა შემზღუდველი წარმოდგენები, ასეთი გარე დაშენებების ფონზე საკმაოდ რთულია ადამიანმა გამოერკვიოს, ასე ვთქვათ, თვითგამორკვევა მოახდინოს საკუთარ თავში და მიხვდეს თუ რა საქმის კეთება ანიჭებს სიამოვნებას, რა არის მისი საქმე და რა არის მისი ჭეშმარიტი ცხოვრებისეული დანიშნულება და მიზანი. პროფესიული არჩევანი და საქმიანობა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, მშობლების რჩევით, მეგობრების გავლენით, წაბაძულობით, ან მხოლოდ ფინანსურ ინტერესებზე გათვლით, ყოველთვის წარმოადგენს მცდარ არჩევანს და აშორებს ადამიანს მის ნამდვილ ჭეშმარიტ დანიშნულებას, აშორებს მის კარმულ მისიებს და შესაბამისად ყოველთვის მიჰყავს იგი მცდარი გზით. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი რეალიზებული ცხოვრებისთვის, ეს არის შესაბამისი გარემოცვა, შესაბამისი წრე და მეგობრები, რომლებიც იზიარებენ თქვენს ხედვებს, თქვენს სულიერ ვიბრაციებზე იმყოფებიან და არ არიან აცდენილნი თქვენს ენერგეტიკას, თქვენს შინაგან სულიერ მდგომარეობას. მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი შინაგანი შემზღუდველი რწმუნება წარმოდგენებისგან და ასევე წყენითი მდგომარეობებისგან განთავისუფლება. წყენები შეიძლება ჩამოყალიბდეს დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით რთულია ბავშვობის დროინდელი წყენებისაგან განთავისუფლება, როდესაც მაგალითად ბავშვი მშობლებისაგან ელოდება უფრო მაღალი ხარისხის მზრუნველობას, უფრო მეტ სიყვარულს და ამ დროს ის ვერ იღებს ამ სიყვარულს და მზრუნველობას. ამ დროს ყალიბდება წყენა მშობლის ან მშობლების მიმართ. შესაბამისად, თუგი ადამიანი უკვე ზრდასრულ ასაკში გააცნობიერებს, რომ ნებისმიერი გარე პროექცია, თქვენ წარმოიდგინეთ დაწყებული მშობლებიდან დამთავრებული ნებისმიერი სახის თუ ფორმის ურთიერთობით წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ადამიანის შინაგანი ენერგეტიკული მდგომარეობის ანარეკლს და ეს ყველაფერი სინამდვილეში არის ჩვენში, ჩვენს მიერ არის გადასამუშავებელი და ამას თუ ადამიანი მართლაც გულწრფელად გააცნობიერებს, იგი ბუნებრივია განთავისუფლდება ამ შემზღუდველი რწმუნებულებებისგან, წყენითი მდგომარეობებისაგან და შესაბამისად უფრო გაუმარტივდება რეალიზებული და სავსე ცხოვრებით ცხოვრება. მეოთხე ფაქტორი სწორი, რეალიზებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის ეს არის შესაბამის პარტნიორულ ურთიერთობაში ყოფნა, ანუ სწორი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც იზიარებს თქვენს ხედვებს, იზიარებს თქვენს
მიზნებს, წარმოადგენს თქვენს მხარდამჭერს და გიწევთ ერთგულ მეგობრობას, ერთგულ პარტნიორობას ცხოვრებაში. თუ ასეთი რამ არ არის და პირიქით იმყოფებით ისეთ ურთიერთობაში, რომელიც გაცლით ენერგიას, გიკარგავთ მიზანდასახულობას, გიქვეითებთ ენერგეტიკულ ტონუსს, მაშინ მინიმუმ იმის დროული გაცნობიერება მაინც აუცილებელია, რომ დროულად გამოხვიდეთ ასეთი ტოქსიკური ურთიერთობებისაგან და გარკვეული დროის განმავლობაში მარტომ გააგრძელოთ ცხოვრებისეული გზა, მარტომ გააგრძელოთ განვითარება. მეხუთე ფაქტორი ეს არის საკუთარ თავში არსებული შინაგანი ბავშვის გაცნობიერება, მისი სურვილების გაცნობიერება, მისი სურვილების მიღება. რა სურს შინაგან ბავშვს, ხომ? შინაგან ბავშვს სურს იყოს უსაფრთხო გარემოში, იყოს მისი უსაფრთხოება დაცული პირველ რიგში, ასევე სურს უპირობო სიყვარული, ბედნიერების, სიხარულის განცდა და თამაში, ხომ? აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ადამიანი იყოს რეალიზებული და იცხოვროს ბედნიერი ცხოვრებით, არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანმა მიაღწიოს, თქვათ, გარკვეულ საზოგადოებრივ მდგომარეობას, კარიერულ სტატუსს, ანიშნოს ფული, არამედ ჰქონდეს ბედნიერების განცდა, ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის სიამოვნებით, თამაშით აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, არის სასარგებლო და გამოსადეგი, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ეს არის ის ზოგადი 5 გასაღები, რომელიც აუცილებელია ადამიანის რეალიზებული, სავსე და ბედნიერი ცხოვრებისთვის. თუ გსურთ, რომ დროულად გამოერკვეთ საკუთარ თავში, საკუთარ კარმულ მისიებში, ნაკლები შეცდომები დაუშვათ, ნაკლები დრო დაკარგოთ საკუთარი პიროვნების შინაგანი ნამდვილი სურვილებისა და მიზნების გამორკვევაში, გიწევთ პირად სეანსზე, პირად კონსულტაციაზე, რა დროსაც მე ვიყენებ ისეთ ეზოთერულ ცოდნებს, როგორიც არის ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ბედის მატრიცა, ტაროს სისტემა, რუნები და ასევე ფსიქოლოგია. პირადი სეანსის დასაჯავშნად შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დროებით მომავალ შეხვედრამდე.